ბოლოს არ გარდაცვლილა ღვთისმშობელი, მან მიიძინა და ეს მიძინება გავდა გარდაცვალებას. ანუ ეს გარდაცვალებაც გაიარა, რატომ დაუშვა უფალმა ესე, რატომ მოიწყოს? იმიტომ რომ ჩვენ ვენ უგეშებინეთ ადამიანები და ჩვენი გარდაცვალების სიმძიმე ამით შეემსუბუქებინა. მან თლიანად, ესე იგი, განიცადა რას ნიშნავს ადამიანის გარდაცვალება და ამით გვანუგეშა ადამიანები. ჩვენ გარდაცვალებს აღარ უნდა გვეშინოდეს იმის შემდეგ, რაც ეს გამოიარა ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი. ის რომ მან მიიძინა, ეს მალე 20 დღეში გამოჩნდა, როდესაც საფლავი გახსნეს და იქ აღარ იყო და აქედან დაიწყო მისი ნამდვილი ბედნიერი ცხოვრება. მხოლოდ მას შემდეგ რაც გარდაიცვალა. ამიტომ ასე განსაკუთრებულად ჩვენ აღნიშნავთ მიძინების დღესასწაულს. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინება, რომელიც არის ფაქტიურად მისი დაბადება მარადიული ცხოვრებისათვის, თუმცა რა თქმა უნდა, იგი თავიდანვე მარადიული ცხოვრებისთვის იყო დაბადებული, მაგრამ აქაც არ არის ღვთისმშობელი ბოლომდე თავისუფალი, იმიტომ რომ როგორც ამბობენ, თავის ადგილას, თავის დიდების საყდარზე თავის შვილთან ერთად თითქმის არ არის ხოლმე იქა ძირითადად, ეხლაც ჩამოდის დედამიწაზე, დადის ადამიანებთან, ეხმარება გაჭირებულ ადამიანებს, რა თქმა უნდა, მისი შესაძლებლობები ამ მხრივ გაიზარდა და მისი ადამიანებისადმი მსახურებაც კიდევ უფრო მეტად გაიზარდა. ეს არ შეიცვლება არასოდეს. ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი დღემდე ადამიანებს ემსახურება. და ჩვენ განსაკუთრებული სასოება გვაქვს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისადმი, იმიტომ რომ ის იყო სრული ადამიანი. მიუხედავად იმისა, რომ ის იყო ღვთის დედა, ის იყო ადამიანი და როგორც ლოცვებში ნათქვამი, ჩვენი ადამიანების მას თითქოს უფრო მეტად ესმის. იმიტომ რომ ეს არის ადამიანი თავისი დაბადებიდან, თავისი ცხოვრებით და თავისი ტანჯვით. ასე რომ გილოცავთ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მთავარ დღესასწაულს. ეს არის მთავარი დღესასწაული, ეს არის განსაკუთრებული დღე და ჩვენ ყველანი ერთად ყოვლადწმიდა ღვთისმშობელთან ერთად ვიხარებთ. ღმერთმა დაგლოცოთ ჩვენთან არსმეთ.